პასუხი ირაკლი კობახიძისთვის არის ძალიან მკაფიო. ადამიანები, რომლებიც წლებია უკვე საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ და საქართველოს დატოვეს ან უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვების, ან სამედიცინო საჭიროებების, ან უკეთესი პერსპექტივის გამო დღეს ღიად ამბობენ, რომ საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია და მათ შორის ვიზა ლიბერალიზაცია იყო ქართველი ემიგრანტებისთვის ფაქტობრივად ერთადერთი შესაძლებლობა, რომ წლების განმავლობაში უნახავი ოჯახის წევრები ენახათ, მათთან კომუნიკაცია შეენარჩუნებინათ. ვიზო მიმოსვლა არის იმის საშუალებაც, რომ სამთვიანი პროგრამით შეძლონ დასაქმება და შემდეგ მომდევნო 3 თვე უკვე საქართველოში დაბრუნებულებმა სწორედ ამ თანხით ცხოვრება და თავის გატანა. ემიგრანტები კობახიძეს ახსენებენ, რომ საქართველოს ადამიანები ტოვებენ უკიდურესი გაჭირვების გამო იმ ფონზე, როდესაც უმუშევრობა და სიღარიბე არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა. მთავარი კითხვაა მათი თუ რას სთავაზობს მაშინ ქართული ოცნება სოციალურ შემწეობებზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში, სადაც ამ დრომდე არ შექმნილა საკმარისი სამუშაო ადგილები და ასობით ათასი ადამიანი კვლავ ცდილობს უმუშევრობას გაუმკლავდეს. ემიგრანტები ეუბნებიან კობახიძეს, რომ მათ სურთ ნამდვილად საკუთარ სამშობლოში დაბრუნება, თუმცა არა უპერსპექტივობის ფასად და შესაბამისად ემიგრაცია მათთვის ამ დრომდე რჩება ერთადერთ შესაძლებლობად, რომ ლუკმაპურის საჩვენებლად დარჩნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ასე არჩინონ საკუთარი ოჯახები. ეს პასუხები ემიგრანტების მხრიდან მოჰყვა კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის მინუსია მიგრაციის წახალისება და მისი არარსებობის პირობებში ამდენი ემიგრანტი არ წავიდოდა, დარჩებოდა ქვეყანაში და გაიზრდებოდა სამუშაო ძალა. ემიგრაცია არ უყვარს დღევანდელ ხელისუფალს. ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება ამ წუთში. საქართველოში თუ ვიღაცის ვიღაცა არ ხარ, არის საშინელი ნეპოტიზმი, ყველამ ვიცით და კორუფცია. ვერ ვითარდება ნიჭიერება, შრომა დაუფასებელია და სასაცილო მასხრათ ასაგდებია შრომა მაშინ, როცა ქვეყანას ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ორგანოს მართავენ მილიონერები. და იქ პედასტილიდან ესე რაღაცა ჭკუას გვარიგებენ თურმე, რომ იცი რა არის, ჩვენ პატრიოტები ვართ და პატრიოტობა არ არის ფული მოიპარო ბიუჯეტიდან, მოპარო შენ ხალხს და მე ზემოდან ესაუბრო ამ ხალხს და ის რაც ჩვენ აქ მივიღეთ ჩვენს მიმღებ ქვეყნებში, ის რაც დავინახეთ და როგორც დაფასდა და ჩვენ შრომა ფასდება და რანაირად შევძელით შემდგარიყავით რეალიზება მოგვეხდინა საკუთარი თავის გამორიცხულია დღეს საქართველოში, იმიტომ რომ სამართალი მანდარ არის, სამუშაო ადგილები მანდარ არის, ანუ ყველაფერი მიკერძებული და მიტაცებული, ქვეყანა მიტაცებული აქვს ფაქტიურად. ირაკლი კობახიძემ მორიგი ბოდვა შესთავაზა, რა ვიცი, საზოგადოებას მის მხარდამჭერებს ელაპარაკება, ის უმეტესწილად ალბათ. ემიგრაციაში ბუნებრივი ადამიანები მიდიან უკეთესი სამუშაო პირობების საძებნელად, უმეტეს პირობებში, მთავარი მიზეზი ეს არის, თუმცა ასევე ჯანდაცვის, სწავლის და სხვა მიზეზები აქვთ ასევე ადამიანებს და ემიგრაციას გაზრდის არა ვიზა ლიბერალიზაცია, არამედ საქართველოს ჩაკეტვა, რისკენაც მიყავს ირაკლი კობახიძეს და ქართულ ოცნებას საქართველოს. ისინი ადამიანებს ეპყრობიან როგორც მოჯამაგირეებს და ჩვენ არ უნდა მივცეთ უბრალოდ ამის საშუალება და მათ საერთოდ არ ანავლებთ არც ოჯახები, რომლებსაც ეს ემიგრანტები ეხმარებიან და თუნდაც მეგობრებს და საერთოდ ქართველის ბედირბალი მათ არ ანავლებთ. წესით ქართულ ოცნებაშიც კარგად უნდა იცოდნენ უმუშევრობაზე, გამოწვევებზე, რომელიც არსებობს და რეალურ მიზეზებზე, რატომ მიდის ამდენი ადამიანი ემიგრაციაში და აგრძელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრებას, თუმცა ივანიშვილის გუნდის წევრები ამის მიუხედავად არაპირებენ უკან დახევას. დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები იმეორებდნენ, რომ ემიგრანტებს სთავაზობენ გაორმაგებულ და გასამმაგებულ ეკონომიკას.
ჯანსაღი აზროვნება ჭირდება იმას, რომ რაც თქვა ირაკლი კობახიძემ გაიგოს სწორად. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიზა ლიბერალიზაციამ რა თქმა უნდა გაამარტივა შრომითი მიგრაცია, რის შედეგადაც თავისთავად გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა. რაც შეეხება იმას, თუ რა ვსთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ, ეს არის გაორმაგებული და გასამმაგებული ეკონომიკა. 2012 წლის შემდგომ ქართული ეკონომიკა გასამმაგდა და ბოლო წლების მანძილზეც განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნად ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 0.5%-თან არის მიახლოებული. შესაბამისად, ვთავაზობთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ და იპოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. სახელმწიფოს თავაზობს ეკონომიკას, რომელიც არის მზარდი ეკონომიკა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არის მზარდი ეკონომიკა, არის თავისუფალი შესაძლებლობები, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი იდეები განახორციელონ. ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ეს არის ნამდვილად უნიკალური, ორიგინალური იდეები, სახელმწიფო პირდაპირ დაფინანსებასაც აძლევს ამ ადამიანებს, რომ თავიანთი იდეები განახორციელონ. დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, რა თქმა უნდა, ადამიანები ჩვენი მოსახლეობაც მათ შორის ყურებს, სად შეიძლება რომ უკეთ იყოს მათი რესურსი გამოყენებული, ზოგი ამას საქართველოში ხედავს, ზოგი ამას სხვაგან ხედავს. ჩვენ ვაძლევთ თუნდაც უვიზო რეჟიმის შესაძლებლობას, რომ სხვაგანაც შეთავიანთი შესაძლებლობები გამოიყენონ. ოღონდ ვთხოვ და მოუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალური კომუნიკაცია და საკუთარი ძაფები შეინარჩუნონ კომუნიკაციის ძაფები საკუთარ სამშობლოში. ყველა სოციალური გამოკითხვის მიხედვით უმუშევრობა, მაღალი ფასები რჩება ქვეყანაში მთავარ გამოწვევად და ადამიანებისთვის მთავარ პრობლემად და ამ პირობებში საუბრობს ივანიშვილის გუნდი იმაზე, რომ ვიზა ლიბერალიზაციას მინუსი ჰქონია ემიგრაციის წახალისება. არადა სტატისტიკა მარტივად აჩვენებს იმას, რომ მათ შორის ემიგრანტების მხრიდან გადმორიცხული ფული და გზავნილები არის ერთ-ერთი მთავარი სვეტი ქართულ ეკონომიკაში და წლიურად 1.5 მილიარდზე მეტი დოლარი ირიცხება სწორედ გზავნილების სახით ემიგრანტების მიერ და შესაბამისად საქართველოში მათი ოჯახის წევრების არსებობის მთავარი წყაროც სწორედ ეს თანხებია.